ერთი დღის დოზაც არ არის ჩემთვის საკმარისი. და მე როგორ უნდა ვიკმარო, რაც გამომიწერეს ერთი კვირისა. ქეთევან მინდიაშვილი მეოთხე სტადიის ონკოლოგიური ავადმყოფია. 37 წლის ქალ სიმსივნე ზურგის ტვინზე რამდენიმე წლის წინ აღმოუჩინეს. 7 ოპერაციის შემდეგ მას ექიმმა მორფინი დაუნიშნა. მინდიაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ დღეში ტკივილის გასაყუჩებლად 8 ამპულა სჭირდება. ყვარლის პოლიკლინიკაში კი კვირაში მხოლოდ 5 დოზას აძლევენ. არ გვაქვს მეტის მოცემის უფლება და მე მაქვს იმისი უფლება, რომ ამ ხელა ტკივილი ავიტანო. გაუსაზრისი ტკივილები მაქვს. ამიტომ მიწევს მოთმენა. ძალიან მიჭირს. ეს არ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც საჭირო რაოდენობის მორფინს პაციენტები ვერ იღებენ. ფერიცვალების ტაძართან არსებული ჰოსპიტალის მედები, რომლებიც სხვადასხვა ოჯახში მუშაობენ, ამბობენ, რომ ათეულობით ადამიანს თბილისის პოლიკლინიკები მორფის მიღების ნებართვას არ აძლევს. მათ კი ვისაც დანიშნული აქვთ, დოზას არ უზრდიან. ჩვენ ყავს ერთი პაციენტი, 85 წლის ქალბატონია ელინი აფხაზავა, რომელსაც აქვს სარძევი ჯირკვლის ავტოსებიანი სიმსივნე, ტვინში აქვს მეტასტაზი, აქვს ტკივილები. პოლიკლინიკაში უთხრეს, რომ 85 წელს ქალს არ შეიძლება ქონდეს ტკივილები ასეთი დონის, რომ დაენიშნოს ნარკოტიკი. ჩვენ ყავს კონკრეტული პაციენტი, ეს არის ნათია ზედგენიძე, დღეში ჭირდება 24 ამპულა. და რამდენს აძლევენ? და აძლევენ ძალიან 2 ამპულას. შექმნილ ვითარებაზე დღეს პალიატიური მკურნალობის ცენტრშიც მსჯელობდნენ. დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელოვნურ ბარიერებს ონკოლოგიურ ავადმყოფებს თავად პოლიკლინიკები უქმნიან. პირველად ჯანდაცვის რგოლის ექიმები გაურბიან იმ პასუხისმგებლობას, გადაწყვეტილებას, რომ ამ ადამიანს დაადასტურონ, რომ ამ ადამიანს ესაჭიროება ოპიოიდი. აი ეს გადაწყვეტ კიდე მეორე გადაწყვეტილება არის გაძნელებული, როდესაც პაციენტს ესაჭიროება დოზის გაზრდა, მომატება. ანუ ეს გადაწყვეტილებაც მიაჩნიათ კანონდარღვევად და სინამდვილეში ეს არ არის კანონდარღვევა. ეს არის ათასობით ადამიანი, პრაქტიკულად ყველა ის ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ქრონიკული უკურნებელი დაავადებებით, მეტნაკლები ინტენსივობით განიცდის ტკივილს. პოლიკლინიკებს შეზღუდვებს დანიშნულების მიცემაზე რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ექიმების ერთი ნაწილი ამბობს, რომ დიდი რაოდენობით მორფის გაცემის ეშინიათ, ნაწილი კი ყველა ბრალდებას უარყოფს. როგორ შეიძლება იმ გაჩერებულზე უბედურს კიდე რაღაცა დააკლო რაღაცა, რომელსაც დღეს სხვა სიმპტომები. გამორიცხულია ეს ამბავი. მაგრამ კიდე გემეორებთ, ეს იცოდეთ თქვენ. არის ისეთი ბინები და სახლები და ისეთი ხალხი ცხოვრობს, სადაც შვილები და შვილიშვილები ყავთ ნარკომანები. და ისინი ბუქავენ ამ ამბავს. ეულებრივად ყველა ონკოინკურაბელური პაციენტი იღებს მორფინს. გამორიცხულია ხო, რანაირად შეიძლება ეს ექიმობა არ უნდა, მაგას არ ადამიანი უნდა იყოს, ხან მორფინი რო არ მიცეთ. რატო არ უნდა მივიცეთ? მე არ ფესმის. პოლიკლინიკების გადაწყვეტილების შესახებ არ გასცენ დანიშნული მედიკამენტი, ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროშიც აქვთ. ამ პრობლემის დეტალურ შესწავლას უწყებაში უახლოეს მომავალში აპირებენ. ექიმები ვალდებულნი არიან, რომ გაითვალისწინონ არსებული საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა და არ შეუქმნან პაციენტებს პრობლემა ამ სერვისებით, მათთვის კუთვნილი სერვისებით უზრუნველყოფის კუთხით. კანონის მიხედვით ყველა უიმედო პაციენტს, ვისაც ბოლო სტადიის სიმსივნე დაუდგინდება, მორფის უფასოდ მიღების უფლება აქვს. ეს კანონი პაციენტებისთვის ნარკოტიკის მიღების რაოდენობას არ ზღუდავს. საკანონმდებლო ცვლილებები 2008 წელს განხორციელდა. დღეს ჩვენ თემაზე მუშაობისას გავესაუბრეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ისინი აცხადებენ, რომ პოლიკლინიკებში ნამდვილად ირღვევა პაციენტების უფლებები. ერთ-ერთმა ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საკუთარი ისტორიაც გაიხსენა, როდესაც მან საკუთარი დედისთვის ერთ-ერთ პოლიკლინიკას მიმართა და საკუთარი დედისთვის მორფინის დოზის გაზრდა მოითხოვა. თავარი ექიმისგან, ჩვენი პოლიკლინიკის თავარი ექიმისგან წამოვიდა წინააღმდეგობა ძალიან სერიოზული და ამ ქალბატონმა პირდაპირ თქვა, რომ მე აღშფოთდა და თქვა, რომ მე არ მაქვს უფლება აი ამაზე ხელმოწერის მიცემის, გაცემის აი ამ დოზაზე და იმდენ რამდენად მე ჩახედული ვარ ამ პრობლემაში და ვიცი რა კანონმდებლობა, მე დავწერე გარკვეულ რატომ არ იცით ქალბატონო, რომ თქვენ არავინ არ გეკითხებათ ამ საკითხს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა პოლიკლინიკაში არ თვლის აუცილებლად, რომ ეს მედიკამენტი აუცილებელი და ტკივილგაყუჩება არის აუცილებელი, ისევე აუცილებელია, როგორც სხვა პრობლემის მოგვარება. მაგალითად, იმავე წარმატებით მე შეგიძლიათ გითხრათ თქვენ, თუ თქვენ გაქვთ წნევა, მიღებთ წნევის დამწევ პრეპარატს. რა მოხდა? აიტანს წნევა. დაახლოებით ზუსტად იგივეა, რასაც ახორციელებენ ტკივილის მქონე პაციენტების მიმართ. ეს არის ძალადობა მეტნაკლებად და მათი უფლებების უხეში ზეწოლა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კიდევ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად თვლიან მოქალაქეების არაინფორმირებულობას. მათი განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს კანონი, სადაც მკაცრად არის დაფიქსირებული, რომ ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს აქვს იმის უფლება, რომ მიიღოს მორფინის ის რაოდენობა, რამდენსაც მას ექიმი გამოუწერს.